მოგესალმებით ჩემო კარგებო, მე კვლავ მოგიკითხავთ თითოეულ თქვენგანს. კიდევ ერთხელ არ დავიღლები მადლობის თქმით, მადლობას გადაგიხდით თითოეულ თქვენგანს უკავშირისთვის. თქვენი კომენტარები გეტყვით, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე კვლავ ველი თქვენს უკავშირს, რათა მოხდეს ენერგიების გაცვლა ჩვენ შორის და გეტყვით, რომ გაშლა იქნება აქტუალური იქიდან, როდესაც თქვენ უყურებთ. შეიძლება გავიდეს რამოდენიმე თვე, წელი, მაგრამ კონკრეტულად იმ მომენტისთვის იქნება ეს გაშლა, როდესაც თქვენ მას უყურებთ. მადლობას გადაგიხდით ნდობისთვის, ვინც მოდიხართ პირად კონსულტაციებზე. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და კვლავ შეგახსენებთ, გამოიწეროთ არხი, რათა არ გამოგრჩეთ ახალი ვიდეოები და გაშლები. დღეს კი მე თქვენთვის გავაკეთებ გაშლას ჩაფიქრებულ ადამიანზე, კონკრეტულად დღეს რას ფიქრობდა თქვენზე, რას ფიქრობდა ეს ადამიანი დღეს თქვენზე, მაგრამ სანამ მთავარ კითხვაზე გადავალ, მანამდე ვნახოთ ურთიერთობის სიგნიფიკაცია. ნახოთ, რა ურთიერთობაში ხართ ჩაფიქრებულ ადამიანთან. თქვენი ურთიერთობის სიგნიფიკაცია. ვინ ხართ თქვენ ამ ადამიანისთვის? და ვინ არის ეს ადამიანი თქვენთვის? ნახოთ, რა ურთიერთობაა ეს, რასაც ვუყურებთ. მეგობრებო, ეს არის აქ შეიძლება ვუყურებდეთ ახალდაწყებულ ურთიერთობას, სადაც თითქოს რაღაც ერთ ეტაპზე გაიყინა და ერთ ეტაპზე დარჩა ურთიერთობა. მიუხედავად იმის, რომ ამ ურთიერთობაში უკვე ძალიან ბევრი რამ ჩადეთ, ბევრი ძალისხმევა ჩადეთ, მაგრამ ურთიერთობა რაღაც ეტაპზე გაჩერდა. ნახოთ, ამ ადამიანისთვის თქვენ ვინ ხართ? ვინ ხართ ამ ადამიანისთვის? საკმაოდ ძლიერ ქალბატონად აღგიქვთ ეს ადამიანი. საკმაოდ რესურსული ქალბატონი ხართ, რომელსაც უყვარს თავისი თავი, უყვარს თავის განებივრება. ხართ ქალბატონი, რომელიც ძალიან მომხიბვლელია, საოცარი იმიჯი აქვს, ზრუნავთ თქვენს იმიჯზე, თავის მოვლაზე მუდმივად. ამავე დროს საკმაოდ ძლიერი, შემდგარი ქალბატონი ხართ, რომელსაც აქვს თავისი საქმე და საკმაოდ ძლევამოსილ და მიუხედავად თქვენი სიძლიერისა, ამავე დროს საკმაოდ ქალური ხართ. ანუ თქვენში ამ ადამიანის თვალით ხართ თქვენ, თქვენში შერწყმულია ამ ადამიანის აზრით, თქვენში შერწყმულია ქალური ბუნება აი რაღაც მაგიურ სიძლიერესთან. თქვენთვის ეს მამაკაცი ვინ არის, როგორია თქვენთვის ეს მამაკაცი?
ეს მამაკაცი თითქოს გრძნობებში ცოტა მოიკოჭლებს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება აქვს ამ მამაკაცს თქვენს მიმართ გრძნობები, თითქოს ამ ეტაპზე ის არ გამოხატავს აი ამ თავის ემოციებს და ვფიქრობ და თქვენ ფიქრობთ, რომ მას აქვს ამის მიზეზი. არ არის გამორიცხული ეს მამაკაცი იმყოფებოდეს დაკანონებულ ურთიერთობაში, ჰყავდეს მეუღლე, რაც ცოტა თქვენში აი კონკურენტიულ გარემოს წარმოშობდეს. მოდი ნახოთ ახლა რას ფიქრობს დღეს ეს მამაკაცი, რას ფიქრობდა დღეს თქვენზე ეს მამაკაცი, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ. მეგობრებო, სიგნიფიკაცია იმისთვის გავაკეთე, რომ თუ თქვენი ვარიანტია იმ შემთხვევაში განაგრძოთ ყურება. თუ არა და გადახვიდეთ სხვა ვიდეოებზე. რას ფიქრობდა ეს ადამიანი დღეს თქვენზე? ეს ადამიანი ფიქრობს, რომ საკმაოდ ტკბილი ადამიანი ხართ მისთვის, საკმაოდ ტკბილ ენერგიებში მყოფი ქალბატონი, რომელთან ყოფნაც ძალიან სასიამოვნოა. ქალბატონი ხართ, რომელიც ზრუნავს თავის ფინანსურ რესურსზე, შეიძლება საკმაოდ დატვირთული სამსახური გაქვთ, ზრუნავთ ოჯახზე, ძალიან ზრუნველ ქალბატონად გხედავთ ეს მამაკაცი და რესურსულ ქალბატონად, როგორც სიგნიფიკაციაში გითხარით. რას ფიქრობდა კიდევ ეს ადამიანი თქვენზე დღეს? ეს ადამიანი ფიქრობს, რომ რაღაც არჩევანი გქონდათ, მეგობრებო. შეიძლება არჩევანი თქვენ გქონდათ სამსახურსა და მას შორის, ან რაღაც მომენტში თითქოს თქვენს თავში, თქვენ თავთან გქონდათ ჭიდილი, სამსახური აგერჩიათ თუ აი ეს ურთიერთობა, ან რაღაც მომენტში ეს ადამიანი ფიქრობს, რომ უფრო მეტ დროს უთმობთ თქვენს სამსახურს, თქვენს საქმეს, ვიდრე პირად ურთიერთობას. გარკვეულწილად ამ მამაკაცს ცოტა პრეტენზიები აქვს იმასთან, რომ თქვენ საკმარის დროს არ უთმობთ მას. რას ფიქრობდა ეს მამაკაცი კონკრეტულად დღეს თქვენზე? მეგობრებო, ძალიან ამოუცნობ ქალბატონად მიაჩნიხართ და ფიქრობს, რომ რაღაც მომენტში თვითონაც არ გამოიჩინა ინიციატივა და ცოტა კრიზისისკენ წავიდა თქვენი ურთიერთობა და თქვენ ჩაიკეტეთ თითქოს თქვენც ახარ აჩვენებთ მას ემოციებს, თითქოს რაღაც მომენტში მას ბაძავთ თქვენ და არ იხსნებით ბოლომდე მასთან და ამას კრიზისში შეჰყავს თქვენი ურთიერთობა. კიდევ რას ფიქრობს ეს მამაკაცი დღეს თქვენზე?
შეიცვალეთ მეგობრებო, მამაკაცი ფიქრობს, რომ აი იმ თბილი მოსიყვარულე ქალბატონისგან თქვენი აბსოლუტურად გადახვედით ცივ ენერგიებში, ანუ ადრე როდესაც თქვენ გრძნობები და გული გმართავდათ, ახლა უფრო მეტად რაღაცებს აანალიზებთ, თქვენს თავთან აანალიზებთ, ანალიზს აკეთებთ და უფრო გონებით მართავთ სიტუაციას და არ მოსწონს მას ეს, რომ თქვენი თბილი დამოკიდებულება უფრო მეტად ცივი ენერგიებისკენ წავიდა. რეალურად ის ამის მიზეზს თავის თავში არ ეძებს და უფრო მეტად თითქოს თქვენკენ აქვს გამოშვერილი თითი, რომ აი თითქოს თქვენ გაბრალებთ, რომ შეიცვალეთ და სწორედ აი ეს კრიზისი ურთიერთობაში გამოწვეულია თქვენი ცვალებადობით, ანუ თქვენი შეცვლით, თქვენი გარდაქმნით მის მიმართ, მაგრამ რეალურად ამ ადამიანმა თავისი საქციელით გიბიძგათ, რომ თქვენ შეცვლილიყავით, ის თბილი მოსიყვარულე გოგო გადასულიყო ცოტა ცივ ენერგიებში, გონებით განეჭვრიტა სიტუაცია, მისი მოქმედებები და სწორედ აი ამ ყველაფერმა მიგიყვანათ იქამდე, რომ თქვენი თავი და შემდეგ უკვე სიტუაციაც შეცვალეთ. რა სურს მაშინ ვიკითხოთ ამ ადამიანს? თქვენგან რა სურს? გამიჩნდა ასეთი კითხვა, გადავუხვევ თავარ კითხვას. რა სურს ამ ადამიანს თქვენგან? მას სურს, რომ გაარკვიოთ აი ამ სიტუაციაში ბოლომდე გავხსნათ ის კარტები, რატომ გახდით ასეთი. შეიძლება თვითონ ვერც კი ხვდება მეგობრებო, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია საუბარი. მას სურს ცოტა არ იყოს ეჭვებშია უკვე ეს ადამიანი და ფიქრობს, რომ აქვს უკვე მიზეზი და საბაბი, რომ იეჭვიანოს თქვენზე, ამიტომ მას სურს გაარკვიოთ და გარკვეულწილად მას სურს, რომ აი ეს მზრუნველობა მას რაც მოაკლდა თქვენი მხრიდან და უქმნის დისკომფორტს, აი ეს ყველაფერი შეიცვალოს. თქვენ რა უნდა გააკეთოთ? რჩევა თქვენთვის. მეგობრებო, თქვენ აუცილებლად უნდა გაგრძელოთ თქვენი საქმიანობა. პირველ რიგში, თუ რაღაც ჰობი გაქვთ, ან ახალი საქმე დაისახეთ მიზნად, რომ ახალი რაღაც უნდა გააკეთოთ, თქვენ აუცილებლად კონცენტრირება უნდა მოახდინოთ თქვენს თავზე და თქვენს საქმეზე პირველ რიგში. რაღაც ახალი გზა ჩანს თქვენს ცხოვრებაში და სწორედ იქით უნდა მიმართოთ თქვენი ენერგიები და არა აი წარსულზე ფიქრს და დარც უნდა მოეშვათ. აქ კარტი გირჩევთ. კიდევ თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ? თქვენი სანუკვარი სურვილისკენ უნდა გააგრძელოთ სვლა, მეგობრებო, და აი იქ თქვენ ნამდვილად ძალიან დიდი წარმატება გელით. შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი ძალიან ცნობადიც კი გახდეთ, არა მარტო ქვეყნის მასშტაბით, შეიძლება ინტერნეტ სივრცეც კი დაიპყროთ. თქვენ აი ეს გულის ტკივილი, რაც გაქვთ, აი იქიდან უნდა გამოხვიდეთ და მიზნისკენ სვლა, თქვენი სანუკვარი სურვილისკენ სვლა უნდა გააგრძელოთ. რა იქნება ამ შემთხვევაში? აი აქედან მიიღებთ ყველა იმ სიკეთეს, რაც თქვენ გსურთ. ეს იქნება ფინანსები, ეს იქნება სიყვარული თუ ოჯახი. თქვენ მიიღებთ ყველაფერს, თქვენ იმის პოტენციალი ნამდვილად გაქვთ. თქვენი
ბედის მმართველი იქნებით და თქვენ ისე შეცვლით სიტუაციას, როგორც თქვენ გსურთ. და კიდევ დავუბრუნდები აი კითხვას და რომელსაც გადავუხვიე გაშლიდან გამომდინარე, რას ფიქრობს, კიდევ ერთი არკანით ვიკითხოთ ეს მამაკაცი თქვენზე. თქვენ ხართ საბედის წერო ქალი მისთვის, აი ამას ფიქრობს. თქვენ ხართ მისი ბედი და მას არ სურს მესამე ადამიანი თქვენთან. რაღაც აქვს, როგორც გითხარით, ეჭვიანობს ეს მამაკაცი თქვენზე. აი მას სურს, თქვენ მიაჩნიხართ, რომ ხართ მისი ბედი და მას არავითარ შემთხვევაში არ სურს, რომ იყოს მესამე თქვენს შორის. აი ამას ფიქრობს, რომ მისთვის საბედის წერო ერთადერთი ქალი ხართ. მე ველი თქვენს კომენტარებს, მეგობრებო, მადლობა რომ იყავით ჩემთან ერთად. მომავალ გაშლამდე დიდი სიყვარულით, გემშვიდობებით, დროებით.